არის ცნობები ირანში კიდევ ერთი გადატრიალების მცდელობის შესახებ. Როგორც ჩანს, ყოველ კვირას ახალს ვიღებთ. ხელმძღვანელობა ქაოსშია. მოლაპარაკებები უსარგებლოდ ჩანს, სანამ ირანი არ გაარკვევს, ვინ მართავს ქვეყანას. და რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი ყოველდღიურად უარესდება. დავიწყოთ ამ ახალი ანგარიშით. ეს ანგარიში Iran International-დან მოდის. ირანის პრეზიდენტი პესკაზანი და პარლამენტის სპიკერი ღალიფაფი ცდილობენ გაათავისუფლონ საგარეო საქმეთა მინისტრი არაგაჩი. მას ადანაშაულებენ იმაში, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებში ისმენს ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურის მითითებებს თავრობის ინფორმირების გარეშე. ეხლა თქვენგან ზოგიერთს შეიძლება ახსოვდეს, თავდაპირველად როცა მოლაპარაკებები პაკისტანში მიმდინარეობდა, პარლამენტის სპიკერი იყო ლიდერი. ის იყო მოლაპარაკებების ჯგუფის ლიდერი, რომელიც ირანის სახელით პაკისტანში წავიდა. მაგრამ როცა ისინი თეირანში დაბრუნდნენ, როგორც ჩანს, პარლამენტის სპიკერს მოლაპარაკებების უფლებამოსილება ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ჩამოართო. და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა მოლაპარაკებების ჯგუფის ერთადერთი ლიდერი. და ეს იყო ის, რაც ნახეთ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გასული კვირის ბოლოს პაკისტანში დაბრუნდა, რათა შეერთებულ შტატებს ახალი შეთავაზება წარუდგინა. სპიკერი არ წასულა. და ეხლა ამ ანგარიშს ვიღებთ. ამან გამოიწვია ვარაუდები, რომ შესაძლოა ღალიფ ბააბი მოლაპარაკებების ჯგუფიდან იმიტომ მოხსნეს, რომ ის არ უსმენდა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსს. ან იქნება იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დროს ძალიან ბევრის დათმობა სურდა. ეხლა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღალიფბა, ირანის პარლამენტის სპიკერი, ადამიანი, რომელიც ძალაუფლებას ძალიან დიდი ხანია ესწრაფის, მან ირანის პრეზიდენტობისთვის სამჯერ იღარა კენჭი და მგონი ყველა ჯერზე წააგო. მაგრამ ეხლა ჩანს, რომ ყველა, ვინც მას აკონტროლებდა, ან კუტარია, ან დამალვაშია. ასე რომ ეს შეიძლება მისი შანსი იყოს, იცით, რომ ირანის მომავალში უფრო ცენტრალური ფიგურა გახდეს. და სწორედ ამიტომ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს, მას შემდეგ, რაც ალი ლარაზანი თავდასხმის დროს მოკლეს. მაგრამ ეხლა ჩანს, რომ მას ძალაუფლებიდან აძევებენ და ის ირანის პრეზიდენტთან ერთად იბრძვის. სინამდვილეში პრეზიდენტმა პესხაჯანმა მის ახლო გარემოცვას უთხრა, რომ თუ საგარეო საქმეთა მინისტრი არაგაჩი თავის ქცევას არ შეცვლის, მას თავად პრეზიდენტი გაათავისუფლებს. ეხლა ამ ანგარიშის ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი დროის შერჩევა. ეს იმავე დღეს მოხდა, როდესაც ირანმა შეერთებულ შტატებს ახალი სამშვიდობო გეგმა წარუდგინა პაკისტანის მეშვეობით, რომელიც ამ მოლაპარაკებების შუამავალია. ეხლა სანამ სამშვიდობო გეგმაზე ვისაუბრებთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებ ყველას, დააჭირეთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ხილაკებს. ეს ნამდვილად გვეხმარება ალგორითმში და გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ ამ ვიდეოების შექმნა. ეხლა ვისაუბროთ ამ ახალ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. ვფიქრობ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გეგმა მოდის ადამიანებისგან, რომლებიც ახლოს არიან ირანის რევოლუციურ გვარდიასთან, ან შესაძლოა თავად ირანის რევოლუციური გვარდიისგან. პაკისტანელი ოფიციალური პირების თქმით, ირანულმა მხარემ მათ ეს გეგმა გვიან ღამით, ხუთშაბათს გადასცა. ახლა კი შეერთებული შტატები განიხილავს, რა გააკეთოს შემდეგ. ეს არის მეორე სამშვიდობო გეგმა, რომელიც ირანმა შეერთებულ შტატებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში წარუდგინა. პირველი დაახლოებით კვირის დასაწყისში გამოჩნდა. და იმ გეგმაში ირანმა განაცხადა, რომ ისინი გახსნიან ჰორმუზის სრუტეს და დაასრულებენ ომს, თუ აშშ-ში მოხსნის ბლოკადას. მაგრამ მათ სურდათ ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების გადადება უფრო გვიანდელი დროისთვის. შეერთებულმა შტატებმა რა თქმა უნდა უარი თქვა ამ გეგმაზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს გეგმა წარადგინეს, აშშ-შომ წარადგინა საპასუხო წინადადება. ეს საპასუხო წინადადება სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა წარადგინა, რომელმაც ირანს გაუგზავნა შესწორებების სია, რომელიც ბირთვულ საკითხს კვლავ პროექტებში აბრუნებდა. ეხლა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით ყველა წინადადებისა და საპასუხო წინადადების დეტალები, მაგრამ ვიცით რამდენიმე პირობა, რომელიც აშშ-ის მხარემ ირანს დაუბრუნა. ერთ-ერთი პირობა იყო, რა თქმა უნდა, რომ ირანს ვალდებულება უნდა აეღო, რომ არც ერთ გამდიდრებულ ურანს არ გადაადგილებდა, რომელიც ამჟამად მიწისქვეშაა დამარხული მათ ბირთვულ ობიექტში. მეორე პირობაა, რა თქმა უნდა, რომ ირანი ვალდებულებას იღებს არ აღადგინოს არც ერთი ბირთვული ობიექტი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. ეს საკმაოდ აშკარა. არავის უნდა რომ ირანმა აიღოს ცოტა გამდიდრებული ურანი და სადმე დამალოს, რათა მოგვიანებით ბირთვული ბომბი შექმნას, იმ დროს როცა მოლაპარაკებებში თანხდება, რომ უარს ამბობს ბირთვულ ამბიციებზე. საბედნიეროდ ყველასთვის, ისრაელელ ჯაშუშებს ირანულ საზოგადოებაში იმდენად ღრმად აქვთ შეღწეული. თუ ირანი მართლაც შეეცდება რაიმე ეშმაკობას გამდიდრებული ურანის ობიექტთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები ამას ძალიან სწრაფად გაიგებს და ეს ნიშნავს, რომ ომი მაშინვე განახლდება. და რა თქმა უნდა, ამას გარდა აშშ-ს ასევე აქვს ცდომა ირანის ბირთვული ობიექტების სატელიტურ გამოსახულებებზე. ასე რომ, თუ ისინი დაინახავენ რაიმე მძიმე ტექნიკის გადაადგილებას, რათა რაღაც ამოთხარონ, მარტივად შეიძლება ვივარაუდოთ, რას ცდილობს ირანი. და რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები შეწყდება. ეხლა რაც შეეხება მოლაპარაკებებს, პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გუშინ ახსენა. და ვფიქრობ, ეს განცხადება მან გააკეთა მანამდე, სანამ ირანმა საპასუხო წინადადება წარადგინა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოусმინეთ რას ამბობს ის. მართლა შესანიშნავია. ხო. და ეს გაგრძელდება, ნახეთ, ქვეყანა მართლაც კარგადაა და ეს მიუხედავად სამხედრო ოპერაციისა. ამას ომს არ უწოდებ.
კერჩივნად სამხედრო ოპერაცია ყოფილიყო. ჩვენ მართლა გულისხმობ, ირანი ძალიან ცდილობს შეთანხმების მიღწევას, ხოლო ამას კეთვით. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ისინი ბირთვული არ უნდა გახდნენ. ამის გარდა, მაგრამ მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობს, მათი სააერო ძალებიც აღარ არსებობს. პრაქტიკულად ნებისმიერი საფის ავჭურულობის თითოეული გრამიც კი აღარა. იცი, მათი დრონების ქარხნები დაახლოებით 82%-ით განადგურებულია. და მათი რაკეტების ქარხნები თითქმის 90%-ით განადგურებულია. და მათი ბევრი რაკეტაც განადგურებულია. ზოგი გამოიყენეს, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გავანადგურეთ, ვიდრე მათ გამოიყენეს. და ეს მართლაც საოცარია, რაც მოხდა. ეხლა შეთანხმების გაფორმება უნდათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის აზრით ომში ვართ, დღეს საფონდო ბირჟაზე ახალი რეკორდი დავაფიქსირეთ. S&P რეკორდულ მაჩვენებლებზეა. ყველა ინდექსი რეკორდულ დონეზეა. და ეს ახალი პროექტი გამოქვეყნა სულ ერთი დღის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა სენკანის სარდლებთან და სხვა სამხედრო მეთაურებთან შეხვედრა გამართა, რათა განეხილათ ის ვარიანტები, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებს აქვთ. მათ განიხილეს ირანზე მოკლე, მაგრამ ძლიერი დაგთმების გეგმა იმ იმედით, რომ ჩიხიდან გამოსვლას მოლაპარაკებების ჩიხის გარღვევას შეძლებდნენ. ადმინალი ბრედ კუპერი, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის სარდალი, ასევე მიმართა პენტაგონს თხოვნით, რომ არმიის Dark Eagle-ის ჰიპერსონული რაკეტები გაგზავნონ ახლო აღმოსავლეთში, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ირანის წინააღმდეგ, თუ ომი განახლდება. ამ კონკრეტული რაკეტის მოთხოვნის მიზეზი ის არის, რომ ირანმა თავისი მრავალი რაკეტების გამშვები გადაიტანა ადრე აშშ-ის მიერ გამოყენებული ზუსტი დარტყმის რაკეტების მოქმედების რადიუსს მიღმა. ამ რაკეტებს აქვთ დაახლოებით 300 მილის სიშორე და ირანმა თავისი გამშვები სწორედ ამ 300 მილის ზონის გარეთ განათავსა. მაგრამ ამ ახალ რაკეტას, Dark Eagle-ის ჰიპერსონიკულ რაკეტას, დაახლოებით 1700 მილის სიშორე აქვს. თუმცა ეს ძალიან საიდუმლო რაკეტა. ეს ისეთი რამაა, რაც შეერთებულ შტატებს ომში აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. ამიტომ ბევრი ზუსტი დეტალი ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია. Bloomberg-ის ცნობით, არსებობს ხმები, რომ შეერთებულ შტატებს ამ რაკეტებიდან ჯერჯერობით მხოლოდ 8 აქვს. ისინი აშენდა ჩინეთისა და რუსეთის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებთან საბრძოლველად და ისინი კომპანია Lockheed Martin-მა შექმნა. თითოეული რაკეტა დაახლოებით $15 მილიონი ღირს, ხოლო ბატარეა, რომელიც ამ რაკეტების გასაშვებად გამოიყენება, თითოეული დაახლოებით $2.7 მილიარდი ღირს. ასე რომ თუ ომი კვლავ დაიწყება, ვფიქრობ ეს რაკეტები გამოყენებული იქნება ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის ან გამშვები დანადგარის გასანადგურებლად, რომელთა შესახებაც შეერთებულ შტატებს ინფორმაცია აქვს. და შემდეგ, რა თქმა უნდა, აშშ-ო ძალიან სწრაფად დაამყარებს საჰაერო უპირატესობას ირანში. ახმახან ასევე გაიმართა დახურული საიდუმლო ბრიფინგი ბევრ სენატორთან, სადაც თავდაცვის დეპარტამენტმა გააზიარა გეგმები იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ომი კვლავ დაიწყება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ასე აუცილებლად მოხდება. არამედ იმას, თუ რა ვარიანტები აქვს შეერთებულ შტატებს, თუ მოლაპარაკებები წინ არ წავა. სენატორი ბლუმენთალი ამ შეხვედრის ნაწილი იყო და მან რამდენიმე დეტალი გააზიარა მისი დასრულების შემდეგ. მოусმინეთ. ჩვენ ცოტა ხნის წინ გიხილეთ იმ ცხარე დისკუსიაში სენატორო, ასე რომ სამხედრო ვარიანტები და რომლებზეც როგორც გვესმის პრეზიდენტს ახლახან მიაწოდეს ინფორმაცია. თქვენ მოისმინეთ ქრისტიანის რეპორტაჟი, თავდაცვის მდივანი და მარკო რუბიო ჯერ კიდევ იქ არიან. მაგრამ როგორც გვესმის, ეს იყო მოკლე და ძლიერი დათმების სერია ირანის წინააღმდეგ სხვა საკითხებთან ერთად, ასევე შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილის დაკავება და რაღაც რაც შეიძლება ამერიკელი სახმელეთო ჯარების ჩართვასაც გულისხმობდეს. ჯერათ რომ ამ ეტაპზე არსებობს თანმიმდევრული სტრატეგია, როცა ასეთ ვარიანტებს თავაზობენ პრეზიდენტს დღეს საღამოს. სინამდვილეში არ არსებობს თანმიმდევრული სევრული სტრატეგია, რაც ძალიან ნათლად და თვალსაჩინოდ გამოჩნდა დღევანდელ მოსმენაზე მდივან ჰექსებთან ერთად. და ეს ჩანს პრეზიდენტის კომენტარებშიც, რომლებიც მერყეობს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნასა და შემდეგ მთლიანად მათ გამორიცხვასა და ცივილიზაციების განადგურებით მუქარას შორის. მე მაქვს შთაბეჭდილება, როგორც მიღებული ბრიფინგებიდან, ასევე სხვა წყაროებიდან, რომ მოახლოებული სამხედრო დარტყმის ვარიანტი სერიოზულად განიხილება. რაც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ეს შეიძლება ამერიკელ ვაჟებსა და ქალიშვილებს საფრთხეში ჩააგდოს და გამოიწვიოს მასიური მსხვერპლი. ამ ომის მეორე მხარეს ეკონომიკური დანახარჯები კვლავ იწვევს ირანის ეკონომიკის ნგრევას. მოისმინეთ, რა გამოაქვეყნა ფინანსთა მინისტრმა გუში. ოპერაცია ეკონომიკური რისხვის გავლენის ფონზე ირანის ვალუტამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ირანის ხალხს ახალი ეპოქა ეკუთვნის, რომელსაც კორუმპირებული და სიმბოლური ირანის რეჟიმი ვერ უზრუნველყოფს. როდესაც მათი ნავთობის ინდუსტრია იხურება და ვალუტა უფასურდება, ირანის რეჟიმმა უნდა აღიაროს, რომ ირანის ხალხს ბევრად უკეთესი ეკუთვნის, ვიდრე რეჟიმის თავაზობს.
როგორც გუშინ ვისაუბრეთ, ინფლაცია მართლაც უკონტროლო გახდა ეკონომიკის გახსნის შემდეგ. ეხლა ინფლაციამ 50%-ს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც ეკონომიკა ნაწილობრივ გაიხსნა ზავის გამო. მაგრამ ხალხს არ აქვს იმედი, რომ რეალურად გააუმჯობესებს საკუთარ ცხოვრებას. სიტუაცია იმდენად მძიმდება, რომ კომპანიები ამბობენ, რომ გადარჩენისთვის დაიწყებენ თანამშრომლების გათავისუფლებას. ამ დროს კი ძირითადი საჭიროებების, როგორიცაა საკვები, ზეთი, გაზი, ფასები, მუდმივად იზრდება, ხოლო ადამიანების ხელფასები ან ქრება, ან მცირდება. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იხსნება, ის მაინც არ ყვავის. და ინფლაცია, რა თქმა უნდა, ანადგურებს იმ დანაზოგების შესყიდვის ძალას, რაც ხალხს აქვს. მოусმინეთ, აქ არის მეტი დეტალი. უბრალოდ შეხედეთ, რა ფასად დაუჯდა ირანს ეს ომი აქამდე. ჰორმუზის სრუტის გავლით მშვიდობიან პერიოდში მათი ვაჭრობის 80%-ზე მეტი, მათ შორის ნავთობი, საკვები და წყალი ჰორმუზის სრუტით გადიოდა. სვეტვაჭრობა, მისი 80% ახლა შეჩერებულია. კარგი. ხოლოდრიური ეკონომიკური ზარალი თითქმის 450 მილიონს შეადგენს. გარდა ამისა, ინფლაცია წლიდან წლამდე 67%-ით გაიზარდა და ამ მომენტში ამერიკული დოლარი უბრალოდ ანადგურებს ირანულ ვალუტას. ამ ეკონომიკურმა კოლაფსმა ირანისთვის ერთგვარი დროის ბომბი შექმნა, სადაც მათ უნდა უზრუნველყონ ეკონომიკის აღდგენა და სანქციების მოხსნა მანამდე, სანამ პროტესტები ისევ დაიწყება, როგორც იანვარში ვნახეთ. ძალიან რთულია, რომ კანალიზაციის მილში მყოფმა ვირთხებმა იცოდნენ, რა ხდება გარესამყაროში. ეს ირანის ლიდერების აღწერაა, რომლებიც პირდაპირ სიბნელეში სხედა. შეერთებული შტატები სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. ქვეყანაში მყარი ვალუტის აშშ დოლარის დეფიციტია. დაწესებულია საკვების და ბენზინის რაციონი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება თქვენს წინააღმდეგაა განწყობილი. ბლოკადა გაგრძელდება მანამ, სანამ 27 თებერვლამდე არსებული ნავიგაციის თავისუფლება არ აღდგება. ეხლა ეს ცოტა დამაბნეველია, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ, ან დაახლოებით 2 კვირის წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჰეი, ჰორმუზის სრუტეს გავხსნით. რა თქმა უნდა, ეს განცხადება არ ნიშნავდა იმას, რომ ჰორმუზის სრუტე ნამდვილად გაიხსნა, მაგრამ ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნა, აშშ-ის ბლოკადა გაგრძელდება. და ახლა ხედავთ განცხადებებს მათი ადმინისტრაციიდან, სადაც ამბობენ, რომ აშშ მოხსნის ბლოკადას, თუ ირანი გახსნის ჰორმუზის სრუტეს. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე რაღაცა შეთანხმება უნდა გამოცხადდეს. რა თქმა უნდა, ირანს სურს ჰორმუზის სრუტის გახსნა თუ ბლოკადა მოიხსნება, მაგრამ ისინი არ აპირებენ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებას. ვარაუდობ, რომ შეერთებულ შტატებს ალბათ სურს გარკვეული დათმობები ბირთვულ საკითხში. ბლოკადა მოიხსნება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. ირანული თვალსაზრისით, მათ ნამდვილად სურთ, რომ ბლოკადა მოიხსნას. რადგან, რა თქმა უნდა, შეიძლება იდაოთ, ზუსტად რამდენი დრო დასჭირდება, სანამ ბლოკადის უარყოფითი შედეგები ირანის ნავთობის ინდუსტრიაზე გამოჩნდება, მაგრამ ვერ იდავებთ იმაზე, რომ ეს უარყოფითი შედეგი არ აქვს. ცხადია, ირანს აქვს პრობლემა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს. შეიძლება ეს იყოს 2 თვის შემდეგ ან 2 კვირის შემდეგ. ზუსტი ვადები არავინ იცის ირანის ხელმძღვანელობის გარდა. და რა თქმა უნდა, მათ არ სურთ ამაზე გამჭვირვალე იყვნენ, რადგან მაშინ მეორე მხარემ ზუსტად იცის, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოს ბლოკადა, სანამ ირანი სასუწარკვეთილ მდგომარეობაში არ მოჩნდება. ასე რომ, დაველოდოთ რა მოხდება. გუშინ პრეზიდენტ ტრამპს ასევე ჰკითხეს სიკვდილით დასჯებზე, რომლებიც ირანში კვლავ გრძელდება. მოусმინეთ მის კომენტარს. თქვენ ადრე ამას ირანში ახალ რეჟიმს უწოდებდით, მაგრამ მე ყოველდღიურად ვესაუბრები ირანელებს და ისინი მეუბნებიან, რომ ეს იგივე ადამიანები არიან, რომლებმაც ისინი მოკლეს, სიკვდილით დასაჯეს, ჩაგრავდნენ. მე მასთან ბლეკაუთის დროსაც ვესაუბრე და მათ სურდათ, რომ ეს კითხვა თქვენთვის დამესვა. და მეორე, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიომ, რატომ არ არის ის ამაში ჩართული? ის ძალიან აქტიურად არის ჩართული, მარკო სულ მოლაპარაკებებს აწარმოებს მასთან. ეხლა ნახეთ, ირანმა ბოლო 2 თვეში 42000 ადამიანი მოკლა, მომიტინგეები. ისინი აპირებდნენ 8 ქალის მოკლას, რომელთა სიცოცხლეც მე გადავარჩინე და ვაფასებ, რომ ეს არ გააკეთეს. თხოვე, არ გაეკეთებინათ, არ გააკეთეს. ისინი ემზადებოდნენ ქალების ჩამოსაკიდებლად, აპირებდნენ 8 ლამაზი ქალის ჩამოკიდებას, რაც ბევრ ადამიანს დააინტერესა. ხალხი ამაზე საუბრობდა, იცით ეს წარმოუდგენელი იყო. თქვენ ნახეთ ის 8 ლამაზი ადამიანი და იმ სალამოს აპირებდნენ მათ სიკვდილით დასჯას. ეს 1 კვირის წინ იყო. მე ძალიან სწრაფად დავრეკე და უთხარი, არ გააკეთოთ ეს, არ გააკეთოთ. თენი მსოფლიო გიხურებთ, არ გააკეთოთ. და მან არ გააკეთეს ეს. მადლობელი ვარ ამისთვის. როგორც ვიცი, 4 გაათავისუფლეს და დანარჩენ 4-ს ერთ თვეში გაათავისუფლებენ. იმ ღამეს მზად იყვნენ სიკვდილით დასაჯელად. ესე რომ მათ კაცი მიდგომა აქვს, ხო იცით, მათ ის მოჩიდავე მოკლეს. მათ მოკლეს მისი გუნდის დანარჩენი წევრებიც.
ისიც სოფლიო ჩემპიონი მოჭიდავე იყო, ის იყო შესანიშნავი მოჭიდავე, ძალიან ნიჭიერი მოჭიდავე. Maar hoe is het ik man guy is that a fact but ilam has him period as to ruba mero president regime და ამის გამო მოკლეს. ის თავის მეგობრებთან ერთად დახვრიტეს. მათ 42000 ადამიანი მოკლეს. ესე რომ როცა ამბობთ ამის შესახებ, ისინი ამბობენ რომ მე იგივეს ვაკეთებ, მაგრამ მე არ ვაკეთებ იგივეს. მე ვცდილობ რომ ის ქვეყანა გარკვეულად გადავარჩინო. და ეს არავის არასდროს უნახავს. წარმოიდგინეთ ეს, მათ მოკლეს 82000 უდანაშაულო, არაშეიარაღებული ადამიანი, მხოლოდ იმისთვის რომ ისინი აპროტესტებდნენ. 42000. და ამბობენ რომ ეს რიცხვი ბევრად უფრო მაღალია. ეს სასტიკი ჯგუფია, მაგრამ ჩვენ ისინი თითქმის მთლიანად გავანადგურეთ. და მათი ეკონომიკა კატასტროფაა. ნახავთ, რამდენ ხანს გაუძლებენ, ნახავთ.